ერთი საქართველოს წარმომადგენლები ამ წუთებში ფილარმონიასთან განცხადების გაკეთებისთვის ემზადებიან. განცხადება 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიზნულ ღონისძიებებსა და სამოქალაქო აქტივისტების გეგმებს შეეხება და ახლა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ მათ განცხადებას. დავიწყოთ? 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა მკაფიო თქვა: საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული მომავლის მქონე ქვეყანა. ჩვენმა ეროვნულმა განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ხანგრძლივი ბრძოლით და თავგანწირულ მამულიშვილთა სისხლის ფასად დაგვიბრუნა დამოუკიდებლობა 1991 წელს. თუმცა დღეს როგორც არასდროს დამოუკიდებლობას კვლავ სჭირდება დაცვა. ქვეყანა, რომელმაც ბევრი მტრის შემოტევას გაუძლო, დღესაც ისტორიული არჩევანის წინაშე დგას. რუსეთი გვართმევდა და დღესაც გვართმევს თავისუფლებას. თუ კი 1921 წელს წითელი არმიით და მოღალატე ქართველებით გვიტევდა, დღეს შიშით, პროპაგანდით და დეზინფორმაციით ყოფს და გვანაწევრებს. მაგრამ იმპერიები ინგრევა, საქართველო კი დარჩება. უპირისპირდებით ადამიანების დაყოფას, შიშის და სიძულვილის თესვას და მოუწოდებთ საზოგადოებას გაერთიანებისკენ. 26 მაისს საჭიროა რომ ვაჩვენოთ, რომ ვართ ერთიანი. ვაჩვენოთ ჩვენი ურყევი ნება. მაისის აქციის სულისკვეთების გასაძლიერებლად ერთი ხალხი, ერთი საქართველოს კამპანიის ამტაცებელი ადამიანები ვიყავით ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, წნორში. შევხვდით ადამიანებს, მოусმინეთ მათი წუხილი, ჩვენი გაუზიარეთ, მათი დაგროვილი პრობლემები და ჩვენი ვისარგებლეთ მომავალზე. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვთანხმდებით, რომ დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია. გვჯერა, რომ ქვეყანაში მოქმედი, ქვეყანაში სასურველი ცვლილებები მაღალი სამოქალაქო ჩართულობით და დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობით მიიღწევა. 26 მაისს 40 საათამდე მარანთან ერთად, მადლობა მათ, დამოუკიდებლობის აღნიშვნას ერთი სადღეგრძელოთი დავიწყებთ. სინდისის პატიმრებს წერილებს მივწერთ და მარნების მიერ გამოყოფილი უნიკალური ღვინოების გაყიდვით ჩვენს დატყვევებულ თანამებრძოლებს დავეხმარებით. შემდეგ კი და ახლაც მოუწოდებთ ყველას შეუერთდეთ დიდ სახალხო კრებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს ბევრი შევიკრიბოთ. ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოების ნება ურყევია. ჩვენ არ დავთმობთ უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. ვიდგებით ერთად ბოლომდე, გამარჯვებამდე. ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი. ჩვენ ერთი ხალხი ვართ. ერთი საქართველო გვაქვს. ვიკრიბებით 26 მაისს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ვიმეორებ ხალხო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. დამოუკიდება საქართველოს გაუმარჯოს! დამოუკიდება საქართველოს გაუმარჯოს!